თან ძალიან საინტერესო თემით, საინტერესო სტუმართან ერთად. Მithumetes საფხული დასრულდა, ბევრი ჩვენგანისთვის შვებულებაც ამოიწურა, შესაბამისად ზღვის ტალღებს, მთის სიგრილეს, იგივე დილის ხანგრძლივ ძრილს, ცოტა ხნით ჩვენ უნდა დავემშვიდობოთ და სანამ ასე ვთქვათ, გველოდება ეს სამუშაო მაგი და ახალი სამუშაო წელი, ახალი გამოწვევები, უნდა ვიცოდეთ როგორ შევხვდეთ ამ ყველაფერს, როგორ გადავერთოთ შვებულებიდან სამუშაო რეჟიმზე, ისე რომ ეს პროცესი იყოს მარტივი, ორგანიზებული, უფრო პროდუქტიული, როგორ გამოვიყენოთ სწორად დასვენებისგან მიღებული ენერგიები. ამის შესახებ ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად. ნათია გოცაძე შემოგვიერთდა, რომელსაც მივესალმები და ძალიან მიხარია, რომ ახალ სატელევიზიო სეზონს სწორედ ამ ადამიანთან ერთად ვიწყებთ. ნათია კომუნიკაციების ექსპერტი ახლა გვეტყვის თუ როგორ უნდა ვიკომუნიკაციოთ ჩვენ სამსახურეობრივ თავად როგორ დაისვენეთ და რამდენად მზად ხარ რომ დაუბრუნდე სამუშაო რეჟიმსებო. ძალიან მიხარია რომ ამ განახლებულ, ასე ვთქვათ, სივრცეში და რაღაცა განახლებული ენერგიით ახალ სეზონს ვიწყებთ თქვენთან ერთად, როგორც სტუმარი და მადლობა ამ საპატიო, ასე ვთქვათ, მისიისთვის. როდის მორჩი შვებულებას? ხო, შვებულება დავასრულე გუშინ წინ პრინციპში და ჩამოვედი. ესე იგი, თქვენს რაღაც აი ამ ამბებში უნდა იყოთ ახლა აი ამ თემით გარემოცული, რასაც განვიხილავთ დღეს. კარგი. და ამოსუნთქვი შეიძლება ითქვას. ნათია, მოდი დავიწყოთ, ხო? ადამიანების უმრავლესობისთვის თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ შვებულებიდან სამუშაო რეჟიმში დაბრუნების პირველი კვირეული განსაკუთრებულად, მოდი ასე ვიტყვი, გარკვეულ სტრესებთან არის ხოლმე დაკავშირებული, მithumetes მაშინ როდესაც ჩვენ შვებულებაში ვართ ხოლმე, მეტნაკლებად მაინც მოწყვეტილები ვართ ხოლმე, ხო? რეალობას და ახლა უკვე გვიწევს, რომ იგივე პროფესიულ ცხოვრებაში ფეხი აუწყოთ ამ მთელ რიგ პასუხისმგებლობებს და ვალდებულებებს და თავისთავად ეს ყველაფერი რაღაც ნებათა ღელვასთანაც არის ხოლმე დაკავშირებული. მოდი პირველ რიგში განვმარტოთ, ხშირ შემთხვევაში რა სტრესავთ ხოლმე ადამიანებს და შემდეგ უკვე ვისაუბროთ აი ამ მიდგომებზე, ვთქვათ, ტექნიკებზე, როგორ არის შესაძლებელი, რომ ვთქვათ, ეს ადაპტაციის პერიოდი ჩვენ ცოტა უმტკივნეულად გავიაროთ. ხო, დავიწყოთ მოდით იმით, რომ თვითონ დასვენების პერიოდი, რომელსაც ჩვენ შვებულებას ვეძახით, იმდენად სანატრელია ხოლმე და იმდენად რაღაცნაირად მთელი წელი თითქოს ადამიანი ამისთვის ემზადება, რომ ფაქტობრივად ეს პერიოდი ისე გადის, რომ ჩვენ ვერ ვისვენებთ. ანუ დასვენება, შვებულება, ეს არ არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში დასვენება. რატომ? იმიტომ რომ რაც ვერ მოვასწარით მთელი წლის განმავლობაში, არ ვიცი, სადღაც წასვლა, ბევრი რამის ნახვა, რაღაცა შვილებთან ბევრი თამაში თუ არ ვიცი, ყველა ნათესავის მონახულება თუ მთაში წასვლა, ზღვაში წასვლა, მე რაღაცა ბარში დავაკება და ასე შემდეგ. მოკეთ, რაც გვინდა და ვფიქრობთ და ასე შემდეგ, რაც მთელი წელი გვენატრება, ვცდილობთ, რომ ამ შვებულების პერიოდში ავანაზღავროთ, ხო. და დასვენების ნაცვლად ვიღლებით და აი როცა მოდის ის პერიოდი, როდესაც უნდა დავისვენოთ, ანუ ორგანიზმმა დაისვენოს და რაღაცნაირად ფსიქიკამაც უნდა დაისვენოს, უკვე მთავრდება ეს ჩვენი სანატრელი შვებულება და გვიწევს გადართვა სამსახურს. ნუ ერთ-ერთი უფრო სწორად ყველაზე დიდი სტრესი არის ეს, რომ ჩვენ შვებულებაში უფრო ვიღლებით, ვიდრე ვისვენებთ და არ ვიცით დასვენება, როგორც დასვენება. სწორი დამენეჯმენტებაა საჭირო შვებულებისა, როგორც მივხვდით. თაკომ როგორც აღნიშნა უკვე, ნუ სამსახურში გამოსვლა ყველასთვის გარკვეულ სტრესებთან არის დაკავშირებული. ძალიან მალე ვიღლებით, გარკვეულწილად გვეზარება და ბევრისთვის სხვათა შორის დეპრესიის საწყისიც კი არის ხოლმე სწორედ ეს პერიოდი. და მეტიც 1980-90-იან წლებში სხვათა შორის პირველად გამოჩნდა მეცნიერებასა და ფსიქოლოგიაში ტერმინად პოსტ-შვებულების სინდრომი, აი ესეც ეწოდება მას. და რა აი ეს პოსტ-შვებულების სინდრომი, რატომ შეიძლება ემართებოდეს ადამიანს, გარდა იმისა, რაზეც ვისაუბრეთ, რომ აი რაღაცა ჩვენ ვერ ვამენეჯმენტებთ ჩვენ შვებულებას შესაბამისად. აი რა შეიძლება იყოს ის ძირითადი მიზეზები? ეს არის დაუშვათ ის გარემო, სადაც გვიწევს ყოფნა, შეიძლება ვეძებოთ პრობლემები დაუშვათ კოლეგებში, სივრცეში სადაც ყველაფერი ერთად, მოდით ასე ვთქვათ, ადამიანი, რომელსაც ეწყება დეპრესია იმის გამო, რომ სამსახურში უნდა მივიდეს, ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს ნაპოვნი თავისი საქმე და სამსახური და შესაბამისად ის მუშაობს ზალდატანებით, ანუ საკუთარ თავზე
ერთგვარი ძალადობაა ხოლმე, როდესაც შენ არ გიყვარს საქმე, რომელსაც აკეთებ, არ გიყვარს გარემო. ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდიც კი არის ის ფაქტორი, რომ როდესაც დასრულდა, ეხლა ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ მუშაობა ურჩევნია დასვენებას იდეაში, ხო? მაგრამ აი როდესაც ასე მძაფრად განვიცდი იმას, რომ დასრულდა დასვენების პერიოდი და მე ორ შაბათს უნდა წავიდე სამსახურში, აქ უნდა კითხვა და ეს მანიჭებს საოცარ, ესე ვთქვათ, ძიმე განცდებს აღძრავს ჩემში და სტრესულ მდგომარეობაში ვარდები და ნუ უკიდურეს შემთხვევაში უკვე დეპრესია, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ მე უნდა დავფიქრდე, რომ ჩემ ცხოვრებას რას ვუშვები, იმით რომ დავდივარ ისეთ ადგილას, სადაც მისვლა ჩემთვის არის ძალიან მტკივნეული, ხო? იმიტომ რომ როგორც წესი ესე ვურჩევთ ხოლმე ადამიანებს, რომ დასრულდა, ხო, დასვენება რაღაცა ყველაფერი სრულდება, ხო? რაღაც ციკლი დასრულდა და მოდი გაიხსენე ის, რაც გაბედნიერებს სამსახურში, არ ვიცი, კოლეგა რომელთანაც მოგენატრა საუბარი, რაღაცა არ ვიცი შენი გარემო, შენი მაგი და რაღაც სივრცე, კაფეტერია, არ ვიცი, რაღაც რიტუალი, ხო, რომ აი დილას ყველანი ერთად დავსხდებით, ყავას დავლებ და ერთი სული გვაქვს, როდის რაღაცა გავუზიარებთ რაღაცებს ერთმანეთს და მე რო ბრუნდები ჩვენ საათი, ეს რიტუალია ერთგვარად, ხო? ჩვენს პროფესიულ ცხოვრებისადმი დამოკიდებულებას განსაზღვრავს ჩვენი განწყობა ჩვენი საქმისადმი. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთი მეორის გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელია, ხო? და აუცილებლად უნდა კითხო ისიც, რომ აი მე დარწმუნებული ვარ, რომ დამეთანხმები იმაში, რომ თქვათ, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე ჩვენს საქმიანობაში ბალანსი არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი და იგივე, აი შვებულებაც ალბათ არ უნდა იყოს ის ერთადერთი დრო, როდესაც ჩვენ თავს ვგრძნობთ ბედნიერად, ხო? აი როგორ არის შესაძლებელი, რომ სწორად მოვნახოთ, გამოვყოთ და შემდეგ უკვე წლის განმავლობაში შევინარჩუნოთ სივრცე ჩვენი როგორც დასვენების, ჰობის, ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობებისთვის და იგივე ეს ტექნიკები თუ დაგვეხმარება, რომ აი თქვა წლის განმავლობაში ჩვენ ვიყოთ მეტად პროდუქტიულები. კეთილი, მოდით დავიწყოთ იმით, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ენერგიის აღდგენა და ერთგვარად დადებითი ენერგიით დამუხტვა ჩვენი სხეულის, ჩვენი ფსიქიკის, ჩვენი სულიერი მდგომარეობის, ანუ მენტალური მდგომარეობის იმ პერიოდში, როცა ვისვენებთ, ხო? რა თქმა უნდა, აი განსხვავებით ყოველდღიური ცხოვრებისგან, ამ პროცესს, როდესაც ჩვენ გვაქვს შვებულება ახლავს თან ის დამატებითი ელემენტები, როგორიც არის იქ ჰაერის გამოცვლა, გარემოს გამოცვლა, ხო? აი რაღაცა მთაში ხარ თუ ზღვაზე ხარ, ანუ ეს ბუნებრივი რესურსები, რომლისგანაც შენ იმუხტები, არის ძალიან ესე ვთქვათ, კარგი დამხმარე. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომელთანაც დეფიციტი გაქვს დროის, ეს იქნება ოჯახი, შვილები, ნათესავები თუ მეგობრები და ასე შემდეგ. ანუ თუ ამ პროცესს ჩვენ შევხედავთ ისე, რომ მთელი დასვენების პერიოდი, რაც არ უნდა დავიღალოთ, მაინც არის დადებითი ენერგიით შევსების რაღაცა წყაროებით სავსე და ჩვენ ამას გამოვიყენებთ შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ მე როდესაც დავბრუნდი უკვე სავსე ვარ. ეხლა გააჩნია როგორ მივმართავ ამ ჩემ ენერგიას და საით მივმართავ და როგორ გამოვიყენებ ამ რესურსს, ხო? ნუ ალბათ პირველი რჩევა არის ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაბრუნდეთ პირობითად საღამოს ქალაქში თუ სადაც არ აქვს მნიშვნელობა სასამსახურე სივრცეში და დილით წახვიდეთ სამსახურში. რატომ? იმიტომ რომ ადაპტაცია ჭირდება როგორც ფსიქიკას, ასევე სხეულს, ხო? ის ძილის რეჟიმი, ის დღის რეჟიმი, ის კვების რეჟიმი, რომელიც მთელი იმ პერიოდის განმავლობაში უკვე რაღაცნაირად გაითავისა ორგანიზმმა და აქედან გადართვა, აი სამსახურის პროცესში ადრე ადგომა იქნება ეს თუ რაღაცა გარკვეული სისტემა იქნება, ეს ძალიან რთულია. ამიტომ ყოველთვის არის ხოლმე ესეთი რჩევა 2-3 დღით ადრე, რაც არ უნდა არ გვემეტებოდეს ის დრო პირობითად, რომელსაც სადღაც მთაში თუ ზღვაზე ვატარებთ, ჯობს რომ დაბრუნდეთ შინ. 2-3 დღით ადრე. დაალაგოთ თქვენი შინაური საქმეები, დაალაგოთ თქვენი ფიქრები, დაალაგოთ თქვენი გეგმები, იმიტომ რომ ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და სამსახურში გახვიდეთ სასურველია, როგორც ამბობენ, შუაკვირაში.
ანუ არა ის რომ ორ შაბათს პირველ რიცხვში ვიწყებ მუშაობა. შვებულების დაგეგმა ჩვენ ხო შეგვიძლია. ხუთ შაბათს შუაკვირაში 4 შაბათს უნდა გამოსულიყავით ერთ-ერთ. ხო, ну თქვენ შემთხვევა განსაკუთრებულია, მაგრამ როდესაც არ ვიცი, ორგანიზაციაში მუშაობს ადამიანი, მას შეუძლია რომ ისე დაგეგმოს ამაში ვერავინ ვერ შეზღუდავს, რომ პირობითად გამოვიდეს 4 შაბათს. ანუ არ იყოს ეს მისთვის ის სტრესული კვირა, რომლის მოლოდინიც აფუჭებს მთელი დასვენების პერიოდს, ხო? ნათია, ასევე ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ დავგეგმავთ პირველ სამუშაო დღეს. ხო, აი როგორ შევეჭიდებით იმ ბრძოლას, რასაც ქვია ჩვენი პროფესიული ცხოვრება, რადგან რაღაცნაირად ვიცით ხოლმე მთელი ენერგიების პირველ დღესვე მობილიზება და დახარჯვა და ხო, ნახეთ საუკეთესო ვარიანტი ხო მე მესმის რომ სწორედ როგორ უნდა გადავანაწილო. რას გვირჩევთ? ნელა ჩაბერთოთ თუ ხო, ну დღეს მეც პირველი დღე მაქვს, ჩვენ გვექნება აუცილებლად ალტერბიტში შეხვედრა თათბირი და განვიხილავთ ყველაფერს და ეს იქნება გარკვეულწილად დაგეგმვა. ანუ პირველი დღე როგორც წესი არ უნდა იყოს საქმის შესრულების პროცესი, კი პირველ დღე ყოველთვის უნდა იყოს დაგეგმვა. რატომ? იმიტომ რომ შენ თუ გახვედი სამსახურში და ყველაფერი რაც ვერ გააკეთე შვებულების პერიოდში და ყველაფერი რისი გაკეთებაც ვერ მოასწარი იმ დღეს აიღე ვალდებულებად რომ მე ამას დღეს გავაკეთებ, ჩათვალეთ რომ ძალიან სტრესული იქნება არა მხოლოდ ის დღე, არამედ მთელი კვირა და საერთოდ მთელი განწყობა რითიც მიხვედით სამსახურში იქნება ძალიან ესე ვთქვათ ნეგატიური. ამიტომ პირველ დღეს ყოველთვის არის ხოლმე რეკომენდაცია დაგეგმვა, ანუ დაიგეგმეთ და რაც მთავარია გაუზიარეთ თქვენს კოლეგებს ის ემოციები, რომლებიც გამოგყვათ შვებულებიდან. ანუ გაიხანგძლივეთ ემოციურად ის პროცესი, რასაც ქვია აი ეს დასვენებისგან მიღებული ენერგეტიკა და გაუზიარეთ თქვენს საშვებულებო განწყობა მინდა რომ გამყვეს მთელი წლის განმავლობაში. სწორედ ამასთან დაკავშირებით ყველაზე დიდი ბედნიერება. გუში, როდესაც თემაზე ვმუშაობდი, ერთ-ერთ საინტერესო კვლევას წავაწყდი, ჰოლანდიელი ფსიქოლოგის ჯესიკა ბლუმის კვლევა გახდათ ეს, რომელმაც აჩვენა, რომ შვებულების დადებითი ეფექტი ენერგიის მატება, სტრესის შემცირება და უკეთესი განწყობა საშუალოდ მხოლოდ 1 კვირა გრძელდება თურმე. კვლევაში მონაწილეები შვებულების წინ შვებულების დროს და დაბრუნების შემდეგ აფასებდნენ ენერგიას, ზილის ხარისხს და განწყობას, დასვენებისას ყველა მაჩვენებელი მკვეთრად უმჯობესდებოდა, მაგრამ დაბრუნებიდან 1 კვირაში ისევ ძველ დონეზე ბრუნდებოდა. ამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი რაღაც პატარ-პატარა სიამოვნებები მთელი ჩვენი სამსახურეობრივი ცხოვრების განმავლობაში მოვძებნოთ, ხელი ჩავჭიდოთ და არსად გაუშვათ. კი, ზუსტად ამისთვის არის საჭირო, რომ ზომიერად გავხარჯოთ უკვე ის ენერგია და მეტიც შევძლოთ, რომ რაც შეიძლება ხანგრძლივად შენარჩუნდეს ის დადებითი მუხტი, ეს არ არის რთული. ნახეთ, როდესაც მე პოულობ იმ კოლეგას თუ იმ რაღაცა გარემოს, რომელიც ჩემთვის სიამოვნებაა, როცა სამსახურში მივდივარ. უკვე ჩემი განწყობა ფოკუსირდება ამაზე. როცა მე მოზომილად პირველ დღესვე კი არ ვეტაკები ყველა საქმეს და ვცდილობ რომ რაღაცნაირად უცებ დავასრულო ის ყველაფერი, რაც მოვიტოვე, ხო? არამედ გეგმავ პირველ დღეს იმას, რა უნდა გავაკეთო მთელი კვირა და მე მშვიდად ისევე როგორც ვაკეთებდი მთელი წლის განმავლობაში, მივყვები იმ საქმეს, რომელსაც ვაკეთებ. როდესაც მე დიდხანს და ბევრ ადამიანს ვუზიარებ ყველა იმ დადებით ემოციას. არ ვიცი, რაღაც სანახაობა იყო თუ რაღაც მოვლენა იყო თუ რაც იყო, არა აქვს მნიშვნელობა. გაზიარება არის ყველაზე კარგი საშუალება იმისათვის, რომ შენი დადებითი მუხტი შენარჩუნდეს. იმიტომ რომ როდესაც შენ აზიარებ კიდევ და კიდევ აზიარებ და ბევრ ადამიანთან აზიარებ იმ შენს რაღაცა ემოციას, რომელიც სიამოვნებას განიჭებს, შენ ხელახლა და ხელახლა განიცდი იმ წუთებს, იმ წამებს და ის ენერგია შენარჩუნებულია შენში. ამიტომ გახსოვთ ხომ, როდესაც სკოლაში ვსწავლობდით, როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები და მე ვკითხულობდით და ყველას გვინდოდა რომ რაღაც ყველაფერში რაღაც და ჩვენ რაღაცები გვავიწყდება. და თუ დაკვირვები ხართ, ბავშვები როდესაც სკოლაში მიდიან, ანუ პირველი დღე არ არის ხოლმე სამუშაო კერა და სასწავლო დღე, არის ყოველთვის გაზიარების დღე. რატომ არის ეს ასე? იმიტომ რომ შენ არ დაასრულო ერთი ხელის მოსმით, არა ჩაჭრა, ენერგიას შეუძლია გარდაქმნა. როგორც ნეგატიური ენერგია გარდაიქმნება დადებითში, ასევე ხდება პირიქით. ამიტომ თუ კი ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, დამუხტულები რაღაცა ესეთი სინათლით და სითბოთით დავმუხტოთ სხვა ადამიანები. რაღაცნაირად მისიად შეიძლება დაისახო, რომ იცი რა, მე ახლა რო ჩამოვედი
და ასე რო უგზნობ თავს. მოდი ამას გადავდებ ადამიანებს, იმიტომ რომ ხო ის მთის ძალა მომყვება, ის ზღვის რაღაცა ჩურჩული მომყვება, ის მზის სინათლე მომყვება და მოდი გავუზიარებ ამას, ვინც არ ყოფილა მაგალითად ხო, ჯერ კიდევ შვებულებაში, იმიტომ რომ ყველა ერთდროულად არ გადის როგორც წესი. ეს მე მომცემს იმის განცდას, რომ დიდხანს ვიქნები ასე. და როდესაც მე ჩემი კოლეგა ჩამოვა და ეს რაღაც ჩვევად იქცევა და ის თავისას გამიზიარებს, მე ისევ გამახსენდება ეს ჩემი და ერთი კვირა კი არა, შეიძლება მთელი წელი გამყვეს ეს ყველაფერი. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი პოზიტიური განწყობა, მიდგომა და მადლიერების შეგრძნება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომელიც არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, მადლიერება იმისა, რომ მოგვეცას შესაძლებლობა დაგვესვენა, მადლიერება იმისა, რომ გველოდა ჩვენი სამსახური და კვლავ გვიწევს ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან პროფესიულ სივრცეებში გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრება. ხო, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ ვუყურებ მე ჩემს სამსახურს და როგორ ვუყურებ მე ჩემს დასვენებას, იმიტომ რომ პირიქითაც ხდება ბევრი ადამიანი დასვენებას უყურებს, სწორედ იმას, როგორ დავიღალე ღმერთო ერთ სულ მაგ სამსახურში გავიდე დავისვენო და არიან ადამიანები, რომლებიც პირიქით არიან, ხო? ბალანსი აქაც საჭირო. სიამოვნების მოტანა, ბედნიერების მოტანა შეუძლია ყველა დეტალს ჩვენს ცხოვრებაში, დასვენებასაც და მუშაობასაც, სამსახურსაც და ოჯახსაც. ამიტომ თუ კი ჩემი განწყობა იქნება ისეთი, როგორიც რომ ჩვენი პროფესიული არჩევანი სწორედ ბედნიერებასთან და ამ ენერგიის წყაროსთან არის. აი ზუსტად. და აფშორტ კიდევაც ამ ბედნიერებას მოვივა. ყველა გველოდი, რა თქმა უნდა, დასვენება, შვებულება და განტვირთვის რეჟიმი ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის ნებისმიერ პროფესიულ საქმიანობაში და ცხოვრებაში, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ ისევ საკუთარი საქმით ივსებიან და რაღაც სხვა ძალას პოულობენ შემდეგ საკუთარ ეს ალბათ ყველაზე დიდი ბედნიერებაცაა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ და წარმატებულ ეთერს გისურვებთ. ასევე წარმატებული სეზონი. წარმატებულ სეზონს გიყვართ.